გამარჯობა ყველას. აბა მზად ხართ რომ მათემატიკა ერთ მაგარ თავგადასავლად ვაქციოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გაყოფაზე. ოღონდ, არა, ეს მოსაწყენი გაკვეთილი არ იქნება. ჩვენ გაყოფას შევხედავთ როგორც ნამდვილ სუპერძალების ნაკრებს, რომელიც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მაგარია, ხო? დაფიქრებულ ხართ ოდესმე, როცა პიცას ან ნამცხრებს მეგობრებს უყოფთ. როგორ აკეთებთ ამას ისე, რომ ყველას თანაბრად შეხვდეს და არავინ დარჩეს ნაწყვენი? ხო, სწორედ ამაშია მთელი საქმე. გაყოფა, იცით რა არის? ეს არის საიდუმლო კოდი, რომლითაც ყველაფერს სამართლიანად ვანაწილებთ. ხო და მოდი დღეს ეს კოდი ერთად გავტეხოთ და მისი ყველა საიდუმლო გავიგოთ. წავედით? კარგით, აბა მოემზადეთ. ვიწყებთ პირველი სუპერძალებით. ესენი გახურებისთვისაა. ყველაზე მარტივი, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან სასარგებლო ხერხებია. ამათ მერე გაყოფა ნამდვილ თამაშად გეჩვენებათ. და ისიც, ჩვენი პირველი სუპერძალა. მზად ხართ? ამ ძალას ქვია ყველაფერი იგივე რჩება. და იცით როდის მუშაობს? როცა ნებისმიერ რიცხვს ყოფთ ერთზე. წესი იცით როგორი მარტივია? სასაცილოდ მარტივი. ნებისმიერი რიცხვი, რასაც ერთზე გაყოფ, უბრალოდ არ იცვლება, იგივე რჩება. წარმოიდგინე გაქვს 7 უგემრიელესი ნამცხვარი და გინდა რომ მარტო შენ შეჭამო. ანუ 7 ნამცხვარს იყოფ ერთადერთ ადამიანზე, საკუთარ თავზე. ხო და აბა რამდენი ნამცხვარი შეხვდება? რა თქმა უნდა 7-ვე, შენია და მორჩა. შეხედეთ, თუნდაც 123 რომ გავყოთ ერთზე, პასუხი იქნება ისევ 123. ხედავთ, რა ადვილია? რიცხვი საერთოდ არ შეცვლილა. ესაა პირველი სუპერძალა. უკვე იცით. კარგით, გავაგრძელოთ. შემდეგი სუპერძალა, რომელიც უნდა იცოდეთ, არის თითოსთვის თითო. ძალიან საინტერესოა რა ხდება მაშინ, როცა რიცხვს საკუთარ თავზე ვყოფთ. აბა ვნახოთ. წარმოიდგინეთ, თქვენი დაბადების დღეა. მოვიდა 25 მეგობარი და თქვენც, რა თქმა უნდა, გააქვთ ტორტის 25 ნაჭერი. ახლა თუ თითოეულ მეგობარს თითო ნაჭერს დაურიგებთ, რამდენი შეხვდება თითოეულს? ზუსტად 1, ხომ ასეა? და მათემატიკაშიც ზუსტად ასეა. ნებისმიერი რიცხვი, 0-ის გარდა რა თქმა უნდა, როცა თავის თავზე იყოფა, პასუხი ყოველთვის არის 1. ანუ 25 რომ გავყოთ 25-ზე არის, რა თქმა უნდა 1. ეს წესი რკინისა, ყოველთვის უშეცდომოდ მუშაობს. კარგად დაიმახსოვრეთ, ძალიან გამოგადგებათ. კარგი, ახლა კი მივადექით ყველაზე განსაკუთრებულ და ცოტათი სახიფათო რიცხვს, 0-ს. გაყოფაში იცით, 0-ს თავისი ძალიან მკაცრი წესები აქვს. მოდით გავერკვეთ რა ხდება 0-ის ზონაში. აქ ძალიან ყურადღებით. 0-ს არის სრულიად განსხვავებული წესი აქვს. მარცხნივისია, რაც ყოველთვის მუშაობს. თუ 0 უნდა გაყო ნებისმიერ რიცხვზე, პასუხი ყოველთვის არის 0. ლოგიკური არა? თუ არც ერთი კამფეტი არ გაქვს, 5 მეგობარს ვერაფერს გავუყოფ. ანუ ყველა 0 კამფეტს მიიღებს. მაგრამ მარჯვნივ, ეს არის მათემატიკის სამყაროს ყველაზე მთავარი კანონი. რიცხვის 0-ზე გაყოფა არ შეიძლება. ეს შეუძლებელია. დაიმახსოვრეთ, არასდროს არ გაყოთ 0-ზე. ეს წითელი ხაზია. ახლა კი ნახეთ, რა ხდება? ჩვენი სუპერძალები კიდევ უფრო მაგრები ხდებიან, როცა ისინი სხვა მათემატიკურ მოქმედებებთან ერთად მუშაობენ. ანუ გუნდს ქმნიან. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს გუნდური ძალა. პირველი გუნდური ძალა, შემბრუნებელი ძალა. იცოდით, რომ გაყოფა და გამრავლება საუკეთესო მეგობრები, ნამდვილი დეტექტივები არიან? ხო, ისინი ერთმანეთს სულ ამოწმებენ, რომ პასუხი სწორია თუ არა. აბა დავაკვირდეთ. ვთქვათ, რა უნდა გავყოთ 2-ზე. პასუხია 4. ხომ? ახლა როგორ დავწმუნდეთ, რომ პასუხი სწორია? ვიძახით მის მეგობარ გამრავლებას. ვიღებთ პასუხს 4-ს და ვამრავლებთ ისევ 2-ზე. 2 × 2 არის 8. ბრახ, დავბრუნდით საწყის რიცხვთან. ესე იგი, ჩვენი პასუხი აბსოლუტურად სწორია. ხომ ხედავთ, გამრავლება არის სუპერ ხერხი, რომლითაც გაყოფას ყოველთვის შეამოწმებ. მოემზადეთ, ახლა ნამდვილი მათემატიკური ფოკუსის დროა. ამ ძალას ქვია დაპატარავება გადიდების ძალა. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რიცხვები შევცვალოთ, გავზარდოთ ან დავაპატარაოთ, მაგრამ პასუხი ჯადოსნურად იგივე რჩება. აბა უყურეთ, გვაქვს 12 გაყოფილი 3-ზე. პასუხი ვიცით, არის 4. ახლა კი მოდით რაღაც ვცადოთ. გავამრავლოთ ორივე რიცხვი, 12-იც და 3-იც, ერთსა და იმავე რიცხვზე, მაგალითად 2-ზე. რა მივიღეთ? 12 ჯერ 2 არის 24 და 3 ჯერ 2 არის 6. ანუ ახალი ამოცანაა 24 გაყოფილი 6-ზე. და პასუხი არის ისევ 4. ვაუ, პასუხი არ შეცვლილა. მთავარი წესია, რომ ორივე რიცხვს გასაყოფსაც და გამყოფსაც ზუსტად ერთი და იგივე რამ უნდა გაუკეთო. ან გაამრავლო, ან გაყო ერთსა და იმავე რიცხვზე. კარგით, და რა ვქნათ, როცა წინ დიდი საშიში რიცხვი გვიდგას? ამისთვის არსებობს სუპერძალა, რომელსაც ქვია დაშალე ნაწილებად. ეს იგივეა დიდ მონსტრს, რომ პატარა ადვილად დასამარცხებელ ნაწილებად შლიდე. მაგალითად, ეს ამოცანა. 20 + 10 გაყოფილი 5-ზე.
ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა დამაბნეველი ჩანდეს, არა? მაგრამ ჩვენ ხომ სუპერ ძალა გვაქვს. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის ამოხსნა ორი ბევრად მარტივი გზით. პირველი გზა, ყველაზე მარტივი. ჯერ რას ვაკეთებთ? იმას, რაც ფრჩხილებშია. 20 ვუმატებთ 10-ს და ვიღებთ 30-ს. ძალიან კარგი. ახლა კი ამ 30-ს ვყოფთ 5-ზე. პასუხია 6. მარტივია, ხომ? ახლა კი მეორე გზა. აი, აქ ჩანს ჩვენი სუპერ ძალის მაგია. მოდით ჯერ შეკრების მაგივრად ფრჩხილებში თითოეული რიცხვი ცალ-ცალკე გავყოთ 5-ზე. ჯერ 20 გავყოთ 5-ზე. ეს არის 4. მერე 10 გავყოთ 5-ზე. ეს არის 2. და ბოლოს ეს პასუხები 4 და 2 შევკრიბოთ. 4 + 2 არის ისევ 6. ნახეთ, ორივე გზით ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. აი ესაა დაშალე ნაწილებად ძალა. კარგით. ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ ხომ იცი ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ იყოფა, არა? ზოგჯერ როცა ვანაწილებთ რაღაცას, რაღაც გურჩება ზედმეტი. აბა, მაშინ რა ვქნათ? აი, იმას, რაც გაყოფის შემდეგ ზედმეტი გრჩება, მათემატიკაში ექვია ნაშთი. და იცით რა არის მთავარი? ნაშთი შეცდომა არ არის. არავითარ შემთხვევაში. ეს უბრალოდ პასუხის ნაწილია. აი, წარმოიდგინეთ, ეს ის ერთი ზედმეტი ნამცხვარია, რომელიც ყველას რომ თანაბრად გაუნაწილეთ, ხელში დაგრჩათ. ეგა და ეგ. მაგალითად, გვაქვს 10 კამფეთი და 3 მეგობარი. თითოეულ 3-3-ს მივცემთ, ხომ? სულ 9 კამფეთი დარიგდება და 1 კამფეთი დაგვრჩება ხელში. ანუ 10 რომ გავყოთ 3-ზე, პასუხია 3, ნაშთი კი 1. აი ესე მარტივად. აბა მოდით, ერთად გავიხსენოთ, რა სუპერძალები ისწავლეთ დღეს. ყველაფერი ილივე რჩება ძალა. თითოსთვის თითო ძალა. ნულის ზონის სახიფათო, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები. შემბრუნებელი ძალა, რომლითაც პასუხს ამოწმებ. დაშალე ნაწილებად ძალა დიდი რიცხვების დასამარცხებლად და რა თქმა უნდა ნაშთის მართვა. თქვენ უკვე ნამდვილი პროფესიონალები ხართ. ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახლა ნამდვილი მათემატიკის სუპერგმირები ხართ. მაშ რას იზამთ? რომელ ამოცანას დაამარცხებთ პირველად თქვენი ახალი მაგალი ძალებით? აბა, თქვენ იცით, წადით და გამოიყენეთ ეს ყველაფერი.